მე ვარ დანიელი დიასამიძე 8 წლის. სწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. ადრე ვთამაშობდი ფეხბურთს ჯორჯიაში და გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ჩემს საყვარელ მეგობარს მივაყენეს ტრამვა. ისიც გამოვიდა და ორივე ახლა კარგად გვძნობ თავს. მე ისევ ვაპირებ შევიდე ფეხბურთზე პორტუში. მე ვარ კარგი მეკარეც და კარგი თავდამსხმელიც. უფრო მიყვარს კარში ჩადგომა. ჩემთვის ყველაზე ადვილია შორიდან ჯარიმების აღება. კი ვარ მეკარე, მაგრამ ბევრი გოლიც გამაქვს. მე მაქვს გატანილი 9 კარგი გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. კუთხურიდან მომცეს პასი პირდაპირ დავარტყი და კუთხეში ჩავახვიე. სახში მაქვს 2 ფორმა, ხვიცასი და მამარდასი. მე მინდა მქონდეს შავი ფორმა, უკან ეწეროს რიანი და დიასამიძე. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 6 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია და გუნდი საქართველოს ნაკრები. მე ასევე მიყვარს ცეკვა, მაგრამ ცეკვაზე არ დავდივარ. ადრე ვცეკვავდი ანსამბლ ხორუმში და გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ერთხელ ერთი ბავშვი გახდა ცუდად. არაფერი არ უტყენია, მე მგონი ბევრი ჭამა. რადგან ის ჩემი კლასელი იყო და გამოვიდა, მეც გამოვედი. დიდი ალბათობით დაუბრუნდები ცეკვას და შევალ სხვა ანსამბლში. ხორუმში მოვასწარი 2 ცეკვის სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. მიყვარდა რომ ავხტებოდი, დავტრიალდებოდი და სამუხლეები დავდგებოდი ესე. ჩემ ქორწილში აუცილებლად ვიცეკვებ. ახლა მყავს ძალიან კარგი და ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 19 წლის. შვილებს დავარქმევ ევას და ვახოს. ვახოს დავარქმევ მეგობრის საპატივცემულოდ. ეს ის მეგობარია ცეკვაზე რომ გახდა ცუდად. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი მასწავლებლები მყავს და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დანიელ ხარბედია. ყველაზე ცელქია ანდრია ვახტაძე. ყველაზე ჭკვიანია ლაზარე თურმანიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ არჯევანიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მაცაცონ აფეტვარიძე, რადგან კეთილი და მხიარულია. კიდევ არის ლამაზი და კარგად ხსნის გაკვეთილებს. რომ გავეზდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვარ, მაშინ გამოვალ მოცეკვავი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რაგბისტი. უფრო პატარა რომ ვიყავი, მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. ერთი სული მაქვს მალებ დამთავრდეს ჩემი ბავშვობა. გაზრდა იმიტომ მეჩქარება რომ მინდა ცოლი ვყავდეს. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და 1 ძმა. ჩემი და არის 4 წლის და ჰქვია ევა. ის არის ლამაზი, მხიარული და მტირალა. ჩემი აზრით ევა რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე. მამიკო არის მშრომელი, მხიარული და ჩემსავე სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, მშრომელი, საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული წიწიბურა. ჩემი საყვარელი საწმელია ბიჭები ვწვათ ხოლმე ხორცს და ეგ მიყვარს. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. ეს წიგნი არის 179 გვერდიანი და ერთ კვირაში წავიკითხე. ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმი არის როკ-დოგი. ჯადოს ნური ჯოხი რომ მქონდეს, კვარაცხელიაზე მაგარი ფეხბურთელი ვიქნებოდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 12. წინა მონაწილემ დამიტოვა ერთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი დემეტრე თებიძესთან ერთად. ის არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ირაკლი აზაროვი. ბედნიერება არის ტელეფონს რომ აჩუქებენ და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.